ჩვენ ყველა წიგნში გვაქვს შეტანილი კვართის თემა, ყველა წიგნში გვაქვს შეტანილი ღვთისმშობელი, სულის მარადისობა, ესეთი მთავარი საკითხები და ეგრე რომ ეხლა ცნობილი თემა ყველასთვის შევეცდები მოკლედ გადმოგცეთ, უბრალოდ რომ ეს ჩანაწერები იყოს, რომ ის ბიბლიოთეკა, რომელიც წელს განსაზღვრული გვაქვს, რომ შეივსება, ესე იგი დარჩენილი გვაქვს ჩვენ ეთიკის სახელმძღვანელოს სრული კურსის შევსება და კარგის სახელმძღვანელოს სრული კურსის შევსება და წელს ეს ერთგვარი ბიბლიოთეკა სამშობლო ცოდნეობის დასრულებული იქნება. ამიტომ მოდი პირდაპირ მარტივად და ასე თქვათ, ადვილად გავიაროთ ეს ჩვენი ევანგელი გასაკვეთი. ეხლა ის რომ ღვთისმშობელი ფარველია ჩვენი ერის, ეს ყველამ კარგად ვიცით, მე უბრალოდ აქ შევეცდები რომ აი რაღაცნაირი ანალიზი გავუკეთოთ ამ ყველაფერს, სხვა თვალით შევხედოთ და ერთგვარი გააზრება მოვახდინოთ, რომ ნახეთ ეხლა ჩვენ თქვით, რომ ქალდეველი იყო მამა აბრაამი, ქალდეველი არის დედა ღვთისმშობელი და თუ საქართველოს გამოდის, რომ ქართველები ვიყავით ქალდეველები, ეს ერთი ეთერზეა, მაშინ ძალიან ლოგიკურად და გასაგები ხდება, რატო შემოდის დედა, რატო ერგო დედა ღვთისმშობელს საქადაგებლად ჩვენი სამშობლო. ამას რა თქმა უნდა ემატება და როგორც ადრე ვთქვით, რომ კვართი და ღვთისმშობელი ერთი და იგივე ძალაა, ერთი მატერიალური, მეორე სულიერი. წმინდა მამები ასე ხსნიან. მატერიალური არის კვართი და მისი სულიერი გამოსახულებაა ღვთისმშობელი. ანუ პოეტურად ასეც გამოითქმის, რომ ქრისტემ კვართი ჩაგვაბარა და ღვთისმშობელს მიგვაბარა. და მართლაც როდესაც წილი ყარეს, ვის რომელი ქვეყანა შეხვდებოდა საქადაგებლად, ამ დროს გადმოცემის მიხედვით ვიცი, რომ მოციქულებთან მოვიდა ყოვლადწმინდა დედიკო დედა ღვთისმშობელი და თქვა, რომ ერთი ქვეყანა, ესე იგი მეც მინდა, რომ ესე იგი იყოს ჩემი მფარველობის ქვეშ. და მაშინ წილი ყარეს და საქართველოს შეხვდა დედა ღვთისმშობელი. დედა ღვთისმშობელი საქართველოში ვერ ჩამობრძანდა იმ მიზნით, რომ ვეღარ გძლებდა ქრისტეს გარეშე, მაგრამ შემდეგ გამოეცხადა მას უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ასეთი საინტერესო პირობა დაუდგა, რომ აიღე ეხლა ფიცარიო, დაიდე ზედა შენი ხატი გადმოვაო და ეს ხატი გაატანე ანდრიალ პირველ წოდებულსო და სანამ ეს ხატი შენ წილხვედ ივერიაში იქნება, ბოროტი ვერ დაიდგამს თავის ტახტს თქვენთან. ანუ ბოლომდე შეინარჩუნებთ იმ ღვთისკენ მიმავალ გზას, სამოთხისკენ მიმავალ გზას, რასაც დედა ეკლესიის სიწმინდე და ჭეშმარიტება ჰქვია. მოკლედ, მართლაც იღებს ფიცარს, ლოცვის დიდებს სახეზე და გადადის მისი ხელთუქმნელი ხატი, ხელთუქმნელი გამოსახულება და ამას ჩვენ ვეძახით, როცა ასე იქნება ხატი, ხელთუქმნელი ხატი და აი ამ ხატით შემოგზანდება ანდრია პირველ წოდებული საქართველოში. იცით, რომ პირველად ის შემოდის დიდაჭარაში, მოაქცევს ამ კუთხეს და როგორც მეუფე სპირიდონი ამბობს, პირველი ტაძრები, პირველი ნათლობები, პირველი მსახურებები ჩატარდა დიდაჭარაში. ამის შემდეგ გამოივლის ის საქართველოს, ასე ვთქვათ, მოუყვება საქართველოს და ერთი ცნობილი ისტორიაა, როდესაც გაჩერდება აწყუში. ეს არის მესხეთის მხარე. იცით თქვენ, რომ იქ მართველი ქალი დახვდება სამძივარი, ასეთი სახელის კალბატონი, რომელიც არ მიიღებს ამ ახალ სწავლებას და თხოვენ, რომ დატოვებთო, მოკლედ ეს კუთხეო და რომ გამოიკვლევს წმინდა ანდრია, აღმოჩნდება, რომ
სამძივარს ჰყავდა ერთადერთი შვილი გარდაცვლილი და ამიტომ არ შეეძლოთ მათი მიღება. მაშინ ანდრია შეუთვლის, რომ ჩვენ ისეთ დედოფალს მოვაბრძანებთ, რომელსაც შეუძლია დიდი სასწაულის მოხდენა და თქვენი შვილის მკვდრეთით აღდგენიდან მართლაც დათანხმდება სამძივარი წმინდა ანდრიას ლოცვით დედა ღვთისმშობლის ხატი მოახდენს სასწაულს და გარდაცვლილ შვილს გაუცოცხლებს და ასე დიდი ზარზეიმით შეხვდებიან მესხი ქართველები, ესე იგი ამ ხატის შემოგზანებას. მერე ასეთი რამ ისტორიაში გვაქვს, რომ რა თქმა უნდა ქართველები ცდილობდნენ, რომ აღარ გაეტანათ ეს ხატი, იმიტომ რომ ეს ქართული ხატიაო, ჩვენთვის არისო და ჩვენ მის გარეშე ვერ გავძლებთ ეუბნებოდნენ და აი ასეთი რამ მოიფიქრა ანდრია მოციქულმა. აიღო ანალოგიური ფიცარი, მიადო ამ ორიგინალ ხატს და ლოცვის შედეგად მასზე რომ მოხსნა ორი ერთნაირი ხატი გამოვიდაო. ამიტომ ისტორიაში გვიწერია, ერთი წააბრძანა სადაც წავიდა თვითონ და მეორე დაუტოვა ქართველებსო. ეხლა ჩვენ ერთი ხატის ისტორია ვიცით, რომ დღეს ხელოვნების მუზეუმშია დაცული, აი ოქროს ფონდს რომ ეძახით, აწყურის ღვთისმშობლის სახელწოდებით. და მეორე ხატი ჯერჯერობით არ არის ცნობილი სად არის, ასე ამბობენ, აგატი მიდიაშვილიდან ვიცი, რომ მეორე ხატიც გამოჩნდება ბოლო ჟამსო. ეხლა დღეს გუშინ ჩვენთან ნანამასწავლებელი იმყოფებოდა საჩხერისა და თქვენი კუთხის მოკლედ ეპისკოპოსი ჭიათურა, საჩხერა ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელი და აი მეუფე დანიელმა ასე ახსნა ზუსტად, რომ ის პირობა, რაც დაუდო დედა ღვთისმშობელს ღმერთმა, ის პირობა დღემდე ძალაშიაო და ძალაში იქნება მეორედ მოსვლამდე, იმიტომ რომ ეს არ არის ვინმე წინასწარმეტყველის სიტყვა ან გადმოცემა სადმე, ეს პირდაპირ ქრისტეს სიტყვაა, რომელიც პირობას აძლევს დედა ღვთისმშობელს, რომ ამ ხატის ძალით დავიცავ შენ წილხვედ რივერიასო და აი ეს სიტყვები როგორც არასდროს დღეს არის აქტუალური და ამ სიტყვებით ჩვენ ფაქტობრივად ვამბობთ, რომ საქართველოს მეორედ მოსვლამდე შეინარჩუნებს იმ მადლსა და წყალობას, რომელსაც ჭეშმარიტების გზა ჰქვია, სამოთხისკენ მიმავალი გზა, რომელიც არის ჩვენთვის. ეხლა ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ დედა ღვთისმშობელმა ამით არ გაწყვიტა საქართველოსთან მფარველობა, შემდეგ უკვე იცით, რომ წმინდა ნინოს გვიგზავნის, იმიტომ რომ გარკვეული პერიოდი საშინელი დევნა იყო საქართველოში, როგორც სხვაგან ქრისტიანების და სხვათა შორის წმინდა ნინო დედა ღვთისმშობლის კურთხევით მოდის საქართველოში, იმიტომ რომ იცოდა, რომ ქვეყანა, სადაც კვართი იყო, ის ქვეყანა დაკარგული ქონდა. ანუ ანდრიას მიერ მოქცეულ საქართველოში იმდენი დევნა იყო, რომ ესე იგი შეიძლება ითქვას მიმქრალი იყო, შეიძლება თულად მომსპარი არ იყო, მაგრამ მინავლებული იყო და ამიტომ საჭირო იყო ფაქტობრივად მეოთხე საუკუნეში კონსტანტინე დიდის შემდგომ დაიწყო აღზევება და აღმავლობა. მანამდე იყო მხოლოდ დევნა და მხოლოდ წამება ქრისტიანთან. და ეს დიდი მეფე რომ მოვიდა, მან ფაქტობრივად დაიცვა ქრისტიანი ხალხი და საქართველოშიც დაიწყო ქრისტიანობის აღმავლობა. წმინდა ნინოს ასევე უნდა ითქვას ძალიან საინტერესო ამბავი, რომ ჩვენ ხო ვაზის ჯვარს ვეძახით წმინდა ნინოს ჯვარს, მაგრამ აბა მოდი კარგად დავაკვირდეთ ამ ისტორიას. წმინდა ნინო ჯავახეთიდან რომ შემოდის, ქართველები ძალიან ცივად დახვდნენ. ასე თქვათ, ახალი სარწმუნოება ასე სწრაფად ვერ მივიღეთ, იმიტომ რომ ჩვენ ხო ჯიუტი ხალხი ვართ და თან ისე კლიმატითაც სიცივე დახვდაო. ხო და წმინდა ნინო შესცივდა კიდეც და აი ესე წუხილით ჩაეძინაო წერია. და მას გამოეცხადა დედა ღვთისმშობელი, გაუთბო ხელები, მოწმინდა ცრემლი და უთხრა, რომ მე ვიცი ქართველების საიდუმლო, ნუ გეშინიაო, შენ ახლა მოგეცემა ისეთი საიდუმლო ქართველების, ასე თქვათ,
თვალის ასახელად და გამოსაფხიზლებლად, რომელსაც ქართველებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვსო და წმინდა ნინოს თანდასწრებით დედა ღვთისმშობელი გადავიდა იქვე ვენახში, მოჭრა 2 ვაზის ლერწი, მისგან შექმნა ჯვარი და გადასცა წმინდა ნინოს. ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის დედა ღვთისმშობლის ვაზის ჯვარი, ანუ მისი მიცემულია. მერე ასე ამბობენ, რომ წმინდა ნინო გაიღვიძა და თქვა, რა კარგი სიზმარი ვნახეო, თბილად იყო ბედნიერად, მაგრამ გაახილა თვალი და ჯვარი ვაზისა ხელში არ უჭირავს. აი ესეთი გადმოცემა გვაქვს ლამაზი. და რა თქმა უნდა, ამით გამხნევდა, ამით მიიღო კურთხევა და იცით, რომ წმინდა ნინოს ლოცვით ჯერ მოექცა ნანა დედოფალი, მეფე მირიანი და მთელი საქართველოში დიდი ნათლობები ჩატარდა. მეფე მირიანმა დიდი მეფე კონსტანტინე მოიხმო, იმიტომ რომ ჩვენთან ამ დროს ეტყობა აღარ იყო სამღვდელო დასი, ეპისკოპოსები, გამოუგზავნა კონსტანტინემ ეპისკოპოსი იოანე, რომელიც ჩამოგზავნდა საქართველოში და დაიწყო ერთიანი ნათლობები მტკვრისა და არაგვის შესართავთან. აი ასე დაიწყო მთელი საქართველოს გაქრისტიანება. სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ ეს არის 326 წელი და წელს მთელ საქართველოში ჩვენი პატრიარქის ლოცვა კურთხევით გამოცხადდა 1700 წელი აი მაშინდელი მოქცეული საქართველოდან. ანუ როცა წმინდა ნინოს ლოცვით და მეფე მირიანის ძალისხმევით სრულიად საქართველო იღებს ამ ქრისტიანულ სარწმუნოებას, მას შემდეგ საიუბილეო 1700 წელი გავიდა ჩემო ძვირფასებო და აი მეუფე დანიელმა ერთი ყველაზე მაგარია ჩემთვის თქვა, ამიტომ ამ აღდგომას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობაო. აი ჩემზე იმოქმედა ამ სიტყვამ ძალიან და დარწმუნებული ვარ, ვინც ამას მოისმენს ყველაზე, რომ აი ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ მთელი სამყარო უღმერთობისკენ მიდის, აბა დააკვირდით რა ხდება სამყაროში. ანუ ფაქტობრივად აკანონებენ ღმერთის საწინააღმდეგო მცნებებს, გარყვნილებამ და ასე თქვათ უღმერთობამ დღეს შეიძლება ითქვას პიკს მიაღწია მთელ სამყაროში და ამის ფონზე რაც ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი აღსაყდარდა, ანუ სათავეში ჩაუდგა ქართულ ეკლესიას, დაიწყო საოცარი, აი დაუჯერებელი წინსვლა და აღორძინება. შეიძლება ითქვას, მკვდარი ეკლესია გაცოცხლდა. თუ იყო მაშინ 3, 4 და 10 ეპისკოპოსი, დღეს 50 ეპარქიაა და 50 ეპისკოპოსია. მაშინ არ იყო წიგნები, ჟურნალები, ასეთი გამომცემლები, ეხლა არის უამრავი გამოცემა, ტელევიზია, რადიო შექმნილი, არის სასწავლებლები, 2 უმაღლესი აკადემია სასულიერო, სემინარები, რამოდენიმე უამრავი შეიძლება ითქვას, უამრავი სასულიერო პირი და რამდენი სამრევლო სკოლაა მარტოში გახსნილი და აი ამხელა დიდ მოძრაობას ჩაუყარა პატრიარქმა საფუძველი და ნახეთ რა საოცარია, მთელი სამყარო მიდის უღმერთობისკენ და იმ დროს, როცა მთელი სამყარო მიდის უღმერთობისკენ, ჩვენთან იწყება საოცარი წინსვლა, მართლმადიდებლური გამოღვიძება. ეხლა მე აი დავამატებ მეუფე იოანეს ნათქვამს, მე თქვენთვის ნათქვამი მაქვს, რომ მეუფე იოანემ თქვა, რომ გენეტიკა მისთვის გადაღლაო და ქართული გენეტიკა ეხლა ბევრი დაძაბული ბრძოლების შემდეგო ისვენებსო და როგორცვე დაისვენებს, დაიწყება ახალი გამოღვიძებაო. აი ზუსტად ეს სიტყვა თქვა ტარიელ ხალხელაურმა, როდესაც ჩვენ ბანაკში ყავდა მოწვეული მზის საბუდარში და მე თან დავაკონკრეტებინე, რომ ბატონო ტარიელ, ესე იგი იწყება დიდი გამოღვიძება მეთქი? აბა რა, უკვე იწყებაო. აი მისი გული გრძნობს, რომ ეს გამოღვიძება იწყება. შალო ამონაშვილის გული გრძნობს, რომ სული ძახის, რომ ასეთი თაობა არ ყოფილა. ბატონი შალო ასე ამბობს, რომ დღეს დასავლეთმა სამშობლო მცნების არსი დაკარგაო.
მათთვის სამშობლო ის არის, სადაც კარგად უხდიან, სადაც კარგად ცხოვრობს. და ჩვენთან ეხლა იწყება ეროვნული აღორძინება. მოდი ერთი რამეც ვთქვათ ეხლა, როცა დღეს შეიძლება ითქვას ამ გარყვნილი პროპაგანდით თუნდაც ოჯახის სიწმინდის შელახვა და ამას ძალიან თითქმის მთელ მსოფლიოში მოახერხეს ამ ლიბერალურმა ძალებმა. მოულოდნელად საქართველოს მთავრობა იღებს კანონს, რომ ჩვენ გვინდა წმინდა ოჯახი. ესეც რამხელა წინსვლა ჩემო ძვირფასებო, ამას ხო ჩვენ დიდი ხანია მონატრებული ვიყავით. ეგრე რომ ეს ფაქტია, რომ საქართველოში ხდება ჩვენი პატრიარქის ძლევამოსილებით, ხელმძღვანელობით მრავალი ტაძარი აშენდა და ერთი სამების ტაძარი რა დღეს და ის რომ უკვე ჩვენთან აღდგა ანდრიაობა, აღინიშნება ეროვნულ დღესასწაულად და გითხარით მე თქვენ რომ იყო დრო, როცა საქართველოში არ ისწავლებოდა რომ მოციქულები გადაგებდნენ საქართველოში. ეს პერიოდი იყო, როცა საქართველოს არ ჰქონდა ავტოკეფალია ეკლესიის და ჩვენ არ ყავდა პატრიარქი, ესეთი პერიოდიც გავიარეთ. ეხლა უკვე ყველა მართლმადიდებელი ეკლესია ცნობს საქართველოს დამოუკიდებლობას, ავტოკეფალიას და ერთი დავრჩა, მოდი ვთქვათ, რომ აღვადგინოთ სამეფო სტატუსი. და იმ არჩილ მინდიაშვილს ერთ-ერთ ქადაგებაში აქვს, რომ როდესაც წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი გაიტაცეს რუსებმა საქართველოდან და წმინდა ნინოს საფლავის წაღებაც უნდოდათ, მაგრამ ღმერთმა დაიფარა ცეცხლოვანი ძალით, ესე იგი დასაჯა ამის შემსრულებლები და რა თქმა უნდა დაანებეს მერე თავი, მაგრამ ვაზის ჯვარი კი წაიღეს და ვაზის ჯვარმა პროტესტის ნიშნად მთები დახარაო. და დღეს ორივე ფრთა დახრილი აქვს, თუ აღვიძდებით, მერე ქართველებმა დაიბრუნეს. და მამა არჩილი ასეთ რამეს ამბობს, რომ რატო ერთი ფრთა განასახიერებს სამღვდელო მმართველობას, ანუ კათოლიკოს პატრიარქობას ნიშნავს, მეორე ფრთა განასახიერებს საერო მმართველობას, ანუ მეფობის ფრთას. და ორივე რომ დავკარგეთ, ეს პროტესტია, ესე იგი ვაზის ფრთების დახრის მიზეზია. და ჩვენ ვიცით, რომ დავიბრუნეთ უკვე ახლა ავტოკეფალია და როგორც მეფობაც აღდგებაო, ორივე ფრთა გასწორდებაო, ანუ სასწაულებრივი ძალით. ჩვენ ვიცით, რომ ვაზის ჯვარი სიონის საკათედრო ტაძარშია დაცული და დემონსტრაციულად ინოობა დღეს ორჯერ, ესე იგი 1 ივლის მისი შემოსვლის დღეს და მისი უფალთან მიახლების დღეს 27 იანვარს ეს ვაზის ჯვარი გამობრძანდება ხოლმე იმისთვის, რომ საზოგადოება ემთხვიოს და მადლი აიღოს ამ საოცარი სიწმინდისგან. ასევე უყურეთ რა ხდება ამის შემდეგ, წმინდა ნინოს შემდეგ უკვე მონასტრულ ცხოვრების აღორძინებაზე ფიქრობს დედა ღვთისმშობელი და საქართველოში აგზავნის ასურელ მამებს იოანე ზედაზნელის ხელმძღვანელობით. ასე დაარსდა უამრავი მონასტერი, რომელიც უწყვეტად დღემდე, ესე იგი, ეს ლამპარი ჩაუქრობლად ანთია და აგერ ეხლა რა თქვა ჩვენმა გივი მასწავლებელმა. უკვე მოხედავთ მართლმადიდებლური ქართულად აღევლინება წირვები ათონის თაზე. როცა ყველაზე ბევრი ქართული მონასტერი იყო და საერთოდ დაარსებული ჩვენია იქ ყველაფერი, ერთ პერიოდში გძალავდნენ საერთოდ ქართველი ადამიანი ვეღარ მიდიოდა იქ და ახლა ამ ხრივაც აღორძინება დაიწყო და ბარემ ესეც თქვათ, რომ ათონის მთაზე მინდა გითხრათ, რომ ათონის მთის მფარველათაც ქართული ხატი ითვლება. ეს არის იერიის ღვთისმშობელი. ამ ისტორიას ახლა არ მოვყვებით, თქვენ ეს ძალიან კარგად იცით, თუმცა ვიტყვით ერთ წინასწარ მეტყველებას, რომ ბოლო ჟამსო, როდესაც მეორედ მოსვლის ნიშნები გაჩნდება, ათონის მთას დატოვებს იერიის ღვთისმშობელი და ასე ამბობენ, შეუერთდება აწყურის ღვთისმშობელს. ანუ ავიცი რა ეთყობა, ერთად გვერდ დადგებიან ეს ხატები და აკაკი მინდიაშვილის თქმით, მე მისგან გავიგე ეს ცნება, დაიწყება არანახული სასწაულები, რომელიც არც ერთ ეპოქას, არც ერთ დროს და
არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა. აი არნახული მერე იგულისხმება, რომ მოექცევა საქართველოში მცხოვრები ყველა არამართლმადიდებელი და დაიწყება მერე ქართული მისია, რათა დანარჩენ სამყაროს აცნობოს, უქადაგოს მართლმადიდებლობა და ასე გაძლიერდეს დღითიდღე მეორედ მოსვლის შესახვედრად. ასევე ჩვენ მინდა ვთქვა, რომ დედა ღვთისმშობელი ამის შემდეგ კიდევ ზრუნავს სამეფოს გასაძლიერებლად. ეს უკვე მეუფე სპირიდონიდან მაქვს, რა თქვა, გაგებული ისი ქადაგებიდან, რომ ნახეთ რას აკეთებს სამეფოთა ხომ აკურთხა ღმერთმა იესიანთა ოჯახი. იესე იყო მამა დავით მეფსალმუნისა და იესიანელებად ვიწოდებოდით ბაგრატიონი, ჩვენი ქართველი მეფეები იწოდებოდნენ. ესე იგი რას ნიშნავს? დედა ღვთისმშობლის კურთხევით ჭეშმარიტი ღვთიდან ნაკურთხი სამეფო ოჯახიდან წამოსულები არიან ჩვენი ბაგრატიონები. ანუ ზეციდან ნაკურთხი მეფობა აქვთ ბოძებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ სამეფო ტახტია საქართველოში, ესეც დედა ღვთისმშობლის ლოცვა კურთხევით შექმნილი. დღემდე, ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ეს იცით, რომ შთამომავლობით გადაეცემა გვარიდან გვარს, იმიტომ რომ ამას შენი ღვაწლით და შრომით ვერ მოიპოვებ, ეს უნდა იყოს ნაკურთხი ზეციდან. აი როგორც ზეციდან სამუელ წინასწარმეტყველმა აკურთხა დავით მეფე, იცით რა საოცარი ფრაზა წერია ქართლის ცხოვრებაში? თურმე ქართველებმა იქიდან მოყოლებული, აი იესეს ოჯახიდან, როცა დავითი აკურთხეს, ანათვალი ქონდათ, რამდენი მეფის უწყვეტი მწყრივია შერჩენილი და დავით აღმაშენებელზე წერია ჩვენ დავით მეფეზე, რომ ის არის დავით მეფსალმუნიდან 79 მეფე. ანუ ქართლის ცხოვრება ამ საიდუმლოს გვაუწყებს, რომ ჩვენ პირდაპირ იმ სამეფო ტახტის მემკვიდრეები გვაქვს, ბაგრატიონები და ქართლის ცხოვრება ადასტურებს, რომ ჩვენი დავით აღმაშენებელი 79-ია, აი იმ დავით მეფსალმუნის დიდი მეფის შემდგომ. აი ესეც უდიდესი სასწაული და საიდუმლოა ჩვენთვის. ეხლა ამის შემდეგ იცით თქვენ, რომ დიდი ბრძოლა ჰქონდა ქართულ ენას. ყოველთვის აი ჟამი არ არსებობდა, როგორც კი ჩვენ ეს გაუჭირდებოდა, ფიზიკურად დავსუსტდებოდით, ტერი მაშინვე იწყებდა ჩვენი ენის განადგურებას. ძალიან ხშირად განიცდიდა ჩვენი ქვეყანა სპარსულ იდეოლოგიას და სპარსულ ენაზე გადავყავდით. ძალიან ხშირად განიცდიდა მონღოლურ ასეთ შემოტევას, არაბულ შემოტევას. იცით, რომ რუსებმა საერთოდ აგვიკრძალეს ქართული გალობა 1801 წელს, აკრძალეს, რომ ქართული წირვალოთვები ქართულ ენაზე აღარ ჩატარებულიყო, ეს იყო საშინელება. ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ საერთოდ სკოლებში ქართული ენის სწავლება უნდა აკრძალულიყო, ეს პროექტიც და მაშინ ჩვენმა სტუდენტებმა საოცარი თავდადება გამოიჩინეს და ასე ვთქვათ, გადაარჩინეს ჩვენი ენა. ესეთი ბრძოლებით მოდის. მინდა გითხრათ, რომ ასევე იყო სპარსული იდეოლოგია ფარნავაზამდე და დავათის ქვა ხატზე რატომ არიან გამოსახული ჩვენი დიდი მეფეები ფარნავაზი და მირიან მეფე. ეს არის დიდი სასწაულმოქმედი და დიდი საიდუმლოს მაუწყებელი ქვა სვეტი, რომელზეც ესე იგი აგიხსნით, რატომ არის ახლა გამოსახული ფარნავაზი, რომ ფარნავაზმა ქართული, ესე იგი სამეფო რო ჩაიბარა, მთლიანად ქართულ ენაზე გააცხო. ანუ ქართულ იდეოლოგიაზე და ქართულ ენაზე, რომელიც იყოს მთლიანად სპარსული. შეცვალა ეს და შეიძლება ითქვას გადაარჩინა არა მარტო ქართული სახელმწიფო, ქართული ენა. ამიტომ იქიდან იღებს სათავეს, რომ დამწერლობა, ანუ წერა, კითხვა
ესა ძალიან კარგად ამიხსნა ეს რამაზ პატარიძემ, ჩვენ რომ ვამბობთ, რომ ქართული ანბანი შეიქმნა 284 წელს ფარნავაზის დროს, ეს არასწორიაო. იმიტომ რომ მანამდე შეიქმნა ეს ყველაფერი. და ფარნავაზის დროს დაიწყეს ქართველებმა წერა კითხვაო. ეგრე რომ ბარემ მოიყვან ამ ციფრებს რამაზ პატარიძის გამოკვლეულს, რომ ქართული მზის კალენდარი შეიქმნა ძველი წელთაღრიცხვის, ანუ ქრისტეს მოსვლამდე 540 წელს, ქართული ანბანი ასომთავრული პირველი ყველაზე ძველი შეიქმნა ძველი წელთაღრიცხვის 454 წელს და მეფე ფარნავაზის დროს ქართველებმა პირველი წერა კითხვა დაიწყეს ძველი წელთაღრიცხვის 284 წელს. ეს არის ძალიან დიდი კულტურის მაჩვენებელი. აი მარტივად რო თქვა. ახლა როგორც გითხარით, ესე იგი შემოტევა ბერძნული წყაროებიდანაც ძალიან დიდი იყო. აი ბატონი იცის რომ ბერძნები გვიკრძალავდნენ ქართულად წირვა-ლოცვას და ყოველთვის გვართმევდნენ, გვიფხიკავდნენ ჩვენ ქართულ წარწერებს და უამრავი ასეთი ვანდალიზმით გამოირჩევა ჩვენი ისტორია. და ეგ ივერონი მოდიში რომ გაწყვეტინე ეს ივერონი რომ თქვათ, აი მხოლოდ ივერონი რომ თქვათ, აი ეგ არის რაც თქვენ ბრძანეთ, რომ წაშლილია ქართული წარწერები. ო, სხვაგანაც იქნება უამრავი, რომ მივყვეთ, უამრავგან არის კიდე ესეთი რამე სამწუხაროდ და ეხლა სამწუხაროდ ჩვენ ჯერ უფრო ძალა არ აგვაქვს, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ისტორია, მაგრამ როგორც დიდი მოღვაწეები და დიდი მამები ჩვენ გვაიმედებენ, ეს პროცესი დაიწყება და ჩვენ ამის იმედი გვაქვს, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები ამას აღადგენენ და დაიბრუნებენ. მე ჩემო ძვირფასებო უყურეთ რა ხდება, დედა ღვთისმშობელი ახლა გვიგზავნის წიგნობრებს და ყველაზე დიდი მათ შორის არის გიორგი და ექვთიმე მთაწმიდელები. ექვთიმე მთაწმიდელს პირადად გამოეცხადა დედა ღვთისმშობელი, როცა პატარა ბიჭი უცხოენების უბადლო, ესე იგი, ამთვისებელი იყო. ანუ ძველი ენები იცოდა, ურთულესი, ძველ ბერძნული, ძველ ებრაული, ძველ რომაული და ასე შემდეგ და ქართული დავიწყებული ჰქონდაო წერილი. ანუ კარგად აღარ იცოდა ქართული. როგორ გაიცოდა იმდენ ენებს რო ისწავლი ქართული, როგორ გაგეცოდინებან, ანუ დიდ დროს და დიდ ეთყობა ყურადღებას ამას აღარ უთმობდა. და ათონის მთაზე გამოეცხადება დედა ღვთისმშობელი და ძველ ქართულად გეტყვით. რაიას, რაი გელმის ექვთიმე. რა მოგივიდა ექვთიმეო უთხრა. და მოუკვდები დედოფალო, ძველ ქართულად ასე იხსნეს, რომ ესე იგი ასე თუ გაგრძელდა მოუკვდებიო, რა ნუ კვდებიო. და მაშინ ღვთისმშობელს ხელი მოუხვევია მისთვის და უთქვამს, არა რაიმნება შენთანა, ნუ გეშინის, აღდებ და ქართულად ხსნილად უბნობდიო. ანუ ამით რა უთხრა, რომ კარგია ეს ამდენი ენები რო იცი, მაგრამ ჩემი ენა სად არის, კაცო, ქართული რომ მიატოვე, რატო არ ესე იგი ამ ენაზე რატო არაფერს აკეთებ, რატო უყურადღებოთ, რატო დატოვე ჩემი ენა და აი მაშინ ასე წერია, რომ აღდგაო, ანუ როგორც დარიო გაცოცხლდეს, ისე მოუვიდა, გაუარა ყველა ჭირმა და ვარამმა და ასე წერია, მას შემდეგო ამ სასწაულებრივი გამოცხადების შემდეგ ექვთიმეს პირიდან აღმოუდიოდა ქართული უწმინდეს ყოველთა ქართველთასაო. ანუ ასეთი წმინდა და დიადი ქართულით არავის უმეტყველიაო და თქვენ იცით, რომ ეს უცხოური ცოდნაც გამოადგა და ჩვენი დღევანდელი წიგნების უმეტესობა, წმინდა წერილების და წმინდა წიგნების უმეტესობა ნათარგმნია ამ დიდი მოღვაწის ექვთიმე მთაწმიდელის მიერ. ანალოგიური საქმე შემდეგ უკვე გიორგი მთაწმიდელმა აღასრულა და აი ახლა ჩვენ ამ ხრივაც ღვთის მადლით და წყალობით ძალიან მდიდრები ვართ. ასევე გეტყვით ჩემო ძვირფასებო, რომ ძალიან ბევრი ქართული ხელნაწერია კიდე მოპარული, განადგურებული და სამწუხაროდ
რეზო თაბუკაშვილი სხვათა შორის დანანებით ამბობდა, რომ არ გვიშვებენ აზიურ ბიბლიოთეკებშიო, ხელნაწერებში. და რეზოს ეგულებოდა ბატონ რეზოს, რომ ყველაზე ძველი და ბევრი ხელნაწერი იქნება იქო, მაგრამ აი რას აქ ცდილობთო და არანაირად არ გვიშვებენ. რატო არ გვიშვებენ? მოდი ჩვენი აზრი ვთქვათ. იმიტომ რომ ტერმა იცის, რომ ჩვენ ისტორიას თუ აღვადგენთ, ჩვენ ძლიერებასაც აღვადგენთ. ამიტომ ისინი არა მარტო ჩვენს განადგურებაზე ცდილობდნენ, ჩვენ ქრისტიანობის წართმევაზე და ენის გაჩანაგებაზე, არამედ ისინი ცდილობდნენ ჩვენი ისტორიის განადგურებაზეც, რომ ჩვენ რო ეს დაგვეკარგა ილია ჭავჭავაძე იძახის, ვინც ისტორიას დაკარგავს, იმას მომავალი არ აქვს. ამიტომ ჩვენ მართალია ბევრი გვაქვს დაკარგული, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ძალიან სასწაულებრივი ისტორიები აღმოჩნდება. მაგალითად, აი რო შემოვიდა ხალენი ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში, რა თავგადასავლები და რა ბრძოლები გადაიტანა საქართველომ, არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ ხალენი იყო წინაპირობა ქრისტეს კვართის საქართველოში მოხვედრისა. შემდეგ ქრისტეს კვართს როგორ ვიცავდით? მე-4 საუკუნემდე ეს ისტორიაც არ არის, მაგრამ ვიცით, რომ კვართიც და ხალენიც, კვართზე და ხალენზე საქართველოშია და კვართზე და ხალენზე დგას ჩვენი დღევანდელი სრული და გული ქართველების დიადის სვეტიცხოველი. აი ასეთი დიდარია ჩვენი ქვეყანა. შემდეგ უკვე ჩემოდი ვიფასებო. ესე იგი, დედა ღვთისმშობელს ერთი ესეთი ისტორიაც მინდა მოგიყვეთ და ფაქტობრივად უკვე ყველაფერი გასაგებია. ერთ მონღოლების პერიოდში, მონღოლების დროს ერთი ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა. სამგდრო სასიცოცხლო ბრძოლა გრძელდებოდა. მონღოლები ალამუთს იყვნენ საბრძოლველად, ესე იგი, ალამუთის აღება უნდოდათ. და თავიანთით გვერდით, ანუ მონღოლურ ჯარში, ქართველებიც ომობდნენ. რატო? იმიტომ რომ მონღოლებს დაპყრობილი ვყავართ და ერთგვარი ხარკი გქონდა, რომ მონღოლების ომებში ქართველებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა გარკვეული რაოდენობით მონღოლების სასარგებლოდ. და ამ ომში არიან ქართველები. ერთ დილას დიდი ჩოჩქოლი და ფორიაქი ატყდა. საქმე იმაშია, რომ ღამით ჩაღატა ნოინის კარავში შეპარულ მულიც მძინარე ნოინისთვის დანა ჩაეტყა გულში. მაგრამ ის მიიმალა ტყეში და ეს ამბავი ქართველებს დაბრალდათ. ანუ ჩაწყობილი საქმე იყო. ხო და ისე იყო ჩაწყობილი, რომ მე ეგენი ქართველებს დახოცავენ, ანუ ჩვენ სამტროთ. და ეხლა ქართველებო რა გავაკეთოთო? ეუბნებიან, ჩვენ არ გავგიკეთებია, რას არ ამობენ, მაგრამ ვინ გიჭერებს? არაო. და მე დოგმა თქვა, მოდიო, ხმალი ავიღოთო და მაინც დაგხოცავენ ეგენიო და ბარემ ვაშკაცურად გარდავიცვალოთო ყველა ბრძოლაში. მოიცავ, სხვა რამე მოვიფიქროთო, ფიქრობენ, იმიტომ რომ ასე ამოგწყვეტავენ ყველასო და ჩვენი გვარი და ჯიში ხო უნდა გადარჩესო და გაუმრავლდეთო, თორე თავგანწირვას რა უნდა, არაფერი არ არისო, მაგრამ რაღაცნაირად იქნება სხვა საშველი მოუძებნოთ. ფიქრობენ და აი ერთმა გრიგოლ სურამელმა, ასეთმა გმირმა მოიფიქრა, მოდი დედა ღვთისმშობელს შევავედროთ ჩვენი სამშობლო და ჩვენი სიცოცხლეო და ხმალი კი არაო, ვილოცოთო. ეხლა რა გამახსენდა იცი? დივი მასწავლებელო და მამა ზაქარია, ჩვენ რო დიდგორზე გვაქვს მოწყობილი ბანაკი, იქ ერთი ჩვენი ბანაკის მონაწილე ასეთ სიტყვას ამბობს, რომ დიდგორმა ის გვასწავლაო, რომ ჩვენ უნდა წმენით ვძლიოთ და არა ძალით. აი ზუსტად აქ არის. მოდი ძალას წმენა ვამჯობინოთ. აი ძალით რა? იმდენად დიდი 100,000-იან ლაშქართან, 1000-კაციანი ლაშქარმა რა უნდა გააკეთო, ხო? უბრალოდ ერთი 2,000, 3,000, 10,000 კაცი დაუხოცო ყველაზე ბევრი, მაგრამ შენ ხო სრულად ამოწყდე და რა სარგებელი გაქვს. ხო და ამიტომ ყველამ დაუჯერეს და ნახეთ არა მაგარი ცოცხალი განცდა. დედა ღვთისმშობელს ცოცხლად შევევედროთ.
და იმან გადაწყვიტოს ჩვენი ბედიო და მოიყარეს მუხლი და სამჯერ ილოცეს მოწყალებისა კარი, განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელი. და რა მოხდა? უცბად ვიღაცა ტყიდან გამოვარდა, დასისხლიანებული ხმალი უჭირავს ხელში და მე მოვკალი ჩაღათა, ყვირის მე მოვკალი ჩაღათა. თუ შეიფყრეს ახლა ეს, არა და უკვე ჯარი მოდის, რომ ქართველებს უნდა გადაუვარონ რა. რამოდენიმე წამიღა გვაქვს დრო. ხოდა დაინახეს ახლა ეს. მოდი ახლა უთხრი. შენ როგორ შენ მოკალიო? თუ შენ მოკალი რაღაცე თქვი. ახლა გეტყვით ყველაფერს. მოკლედ მე დამევალაო, რომ ჩუმად შევპარებულიყავიო, მომეკლა და მე გადაუმალულიყავი, რომ ეს ამბავი ქართველებს დაბრალებოდათო. მე ტყეში სადაც დავიმალე ვიყავი წყნარად, იქ ვერავინ მიპოვებდაო. მაგრამ ქართველები რომ დაემხნენ მუხლებზე და ლოცვა დაიწყესო, ჩემთან მოვიდა ის დედოფალიო, მაგათი მფარველი, დედა ღვთისმშობელიო. მოვიდა და მითხრა, რომ აბა რა გააკეთებაო. ეხლა შენს გამო ამდენი ადამიანი ამოწყდებაო და მეო გაოცებული უყურებო, ისეთი ლამაზი იყო და დიადიო. და აბა რა უქნაო, მეო ეს დამევალაო. რა ქნაო და მე გეტყვი ახლა რაც უნდა ქნაო. აგექი ახლაო, გადიო და აღიარე შენი დანაშაული. და ის ისეთი ლამაზი და დიადი იყო, მე არ მინდოდა მაგის შესრულებაო, მაგრამ სხვა გზა არ მქონდაო. გამოვედი და ვაღიარე. და აი ასე გადაარჩინა. ეს ჩვენთვის, ჩემო ძვირფასებო, მე ვფიქრობ, აი ეს ახლა თანამედროვეებისთვის ყველაზე ჩვენთვის ახლა ყველაზე მისაღები გზა არის. ჩვენ უნდა წმენით გადავრჩეთ დიახაც, როგორც დიდგორის ფილმში გვაქვს. წმენით უნდა გადავრჩეთ დღესაც, ამ წუთასაც. ფრის მადლითა და წყალობით აი ესე გადარჩა ქართული ჯარი, ჩემო ძვირფასებო. ხო, ფაქტობრივად აქ დედა ღვთისმშობლის თემა დავასრულოთ და ახლა ვთქვათ კიდე ბოლოს მეუფე დანიელმაც ეგ გითხრა, რომ აი დღესო ღვთის მადლითა და წყალობით ახლა ძალიან დიდად არის დამოკიდებული ჩვენ ახლა ამ წუთას თითქოს ყველაფერი საჩვენოდ ხდება მსოფლიო პოლიტიკაში, უბრალოდ უნდა გვეყოს ახლა გონება გავერთიანდეთ ქართველები ქრისტეს წიაღში და დედა ღვთისმშობლის სიყვარულში. აი ეს პატარა ესე იგი გააზრება ჭირდება საქართველოს, რომ როგორც არასდროს ისე გვინდა დღეს ახლა ამ წუთას ლოცვა, მართლმადიდებლური სულისკვეთება და ნელ-ნელა ჩვენი შვილების სწორი აღზრდით დავიბრუნოთ ის დიდი ძალა, რომელიც ჰქონდა დავითის და თამარის დროს. და ბოლოს გეტყვით, რომ ასეთი წინასწარმეტყველება არსებობს და ეს წინასწარმეტყველება არაერთ ქართულ საიდუმლოშია გადმოსებული და უცხოელი წმინდა მამებიც ამას ღაღადებენ, რომ აღდგება საქართველო, რომ ივერია გაბრწყინდება და მე მაინც დავასრულებ ჩვენი უკვდავი სასწაულმოქმედი ძეგლით ქებაი და დიდებაი ქართულისა ერისაი, სადაც წერია, რომ დამარხულა ენაი ქართული, ანუ საიდუმლოა ამ ენაში დაცული და დამარხულიო და მეორედ მოსვლამდე ის არ გაიხსნებაო. მერე იქ წერია შედარებულია ლაზარეს, ლაზარე იყო ქრისტეს მეგობარი და სამი თხის მკვდარი აღადგინა ქრისტემ და ამ ნაწარმოებში წერია, რომ ერთი დღე ვითარცა 1000 წელი, ანუ ნიშნავს 3 დღე 3000 წელს. მეოთხე დღე ნიშნავს მეოთხე 1000 წელს. ანუ მეცნიერთა ესე იგი აზრით ეს ნიშნავს, რომ ქართული ენა, იგივე ქართული გენი, ქართული მოდგმა, ქართველი ერი 3000 წლის განმავლობაში ისე იქნება დამცირებული და დაკნინებული მსოფლიოს თვალში, რომ მკვდარს დაუძახებენ. მკვდარივით იქნება, მკვდარი ლაზარესავით და მეოთხე 1000 წლეულში დაიწყება ამ ერის აღორძინება, აღდგენება, გაბრწყინება და გამთლიანება. და ბოლოს თლაც
კიდე სასწაული თებაი და დიდებაიში გადმოცემული, რომ მეორედ მოსვლა, როდესაც იქნებაო, ამ ენით იქნებაო. ქართული ენით იქნება მეორედ მოსვლაო. ახლა ეს თავის დროზე ძალიან რაღაცა ფანატიკურად ჟღერდა, მაგრამ აგერ ძალიან ასე თქვათ, საოცარი ქართლის ცხოვრებაში საოცარი ფრაზაა, თუ გახსოვთ, ბატონმა ნუგზარმა გითხრა, ყველაზე ძველი გამოცემა ქართლის ცხოვრების ანასეულ გამოცემაში, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა, ასეთი ფრაზა გვიწერია, რომ როდესაც ბაბილონის გოდოლის მშენებლობა დაიწყესო, ქართველებმა უარი თქვეს ამ მშენებლობაში მონაწილეობა, რატო? იმიტომ რომ ჩათვალეს, რომ უფლისთვის ეს არ იქნებოდა მისაღები და დაისჯებოდნენ. ამიტომ ქალდეადან გადმოვიდნენ ქართველები და დასახლდნენ კავკასიაში. აქვე უნდა ვთქვათ, რომ კავკასიაში იყვნენ ისედაც ქართველები დასახლებული, ხო და აქედან ეს ჩვენი ასე თქვათ მაღალი საპატიო ქართველები, ხელმძღვანელები შეიძლება ერისთავები წამოვიდნენ და დასახლდნენ, შეუერთდნენ კავკასიაში მცხოვრებ ქართველებსო. უყურეთ ახლა ბიბლია გვეუბნება, რომ მანამდე იყო ერთი საერთო საღმრთო ენა, ანუ ყველა ლაპარაკობდა ამ საღვთო ენით და ქართველებმა და მერე აღრია ღმერთმა ბაბილონის გოდრის მშენებლობის დროს აღრია ღმერთმა ეს ენა, ადამიანებმა ვეღარაფერი გაუგეს ერთმანეთს და დაიშალნენ. ეხლა ნახეთ, თუ ქართველებმა არ მიიღეს მონაწილეობა ბაბილონის გოდოლის მშენებლობაში, ნიშნავს, რომ ჩვენმა ენამ არ განიცადა აღრევა. აქედან გამომდინარე, აი საიდუმლოა ჩადებული, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ იმ პირველ საღვთო ენას და ამიტომ იქნება ქართული ენით მეორედ მოსვლა და არა იმიტომ, რომ ჩვენ მაგარი ენა გვაქვს ამაგრები ვართ. ეს უბრალოდ შენარჩუნებული გვაქვს ის ენა, რომელიც თავიდანვე მოგვეცა. ეგრე რომ ჩვენ ესე იმედით უნდა შევხვდეთ მომავალს, იმედით უნდა, რომ საქართველოში დაწყებულიც არის უკვე პატარა ნაპერწკლები ანთია უკვე აღორძინების და სამომავლოდ ჩვენ ესე უნდა განვეწყოთ, რომ ჩვენი მოსწავლეები, ჩვენი შვილები და შვილიშვილები ამ პროცესს გააფართოვებენ და ამ ცეცხლს ქართული წინსვლისა და გაბრწყინებისას ესე იგი საქმეთ აქცევენ. ხოიდა ნანა, ოხოი ნანა, ხედა შვახევ ხულოი დანა. დედო, დღვინით დამემღერა დიდ გოროზი, მთებით ანა, მთები, ვისთვის თვალსეირი, ვისთვის ჯავრი შიგნიდანა, თეთრ პერანგებს ხრამში ყრიდნენ, ლურს იცვამდნენ თან და თანა, კლდის კატარში მზე ყვავოდა, კლდის ბორჯღალზე ბენჩ ქვიყანა, გვანცას ლოცვებს ვაზის სული გორით გორზე გადეყვანა, ვარჯანისთან, ნაჯვარისთან და ჯვარული ქვები წვანან, ქვებში ჩუმად და ქვითინებს ჩემი დიდი ნენეს ნანა დარდებს გულში ვიბექსნიდი, აჭარელი ვიყავ განა. ლეონტი მროველი ცნობით ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში აჭარის ტერიტორია ქართლის სამეფოს ოძრხის საერისთავოში შედიოდა. აჭარა არის კუთხე, სუფთა ქართველი ესეთი. აჭარის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მთებსა და ღრმა ხეობებს უჭირავს. გამოირჩევა ხელსაყრელი თბილი ჰავით. გვხვდება როგორც მთა, ასევე ვაკი ადგილები და ერთმანეთისაგან განსხვავებული ხეობები. აი ეს სოფელი არის კურცხალი. იმიტომ ქვია ასეთი სახელი, რომ ძალიან ფერდობზეა, ძალიან შორს არის და ცხენლის კურცხალივით არის გამოგიდული. ეს არის ჭოროხისა და აჭარისწყლის შესართავი.
ორი დიდი მდინარე, ერთი რომელიც არის საქართველოს საზღვარზე აჭარისწყალი და ჭოროხი, რომელიც მოდის თურქეთიდან. ეხ არის შესანიშნავი სოფელი ჭოროხს, რომელიც ახლავს და მოყვება, ეს არის მარადიდი, კირნათი, მაჭახელა, ეს არის ჩიქუნეთი, ეს არის ჩხუტუნეთი, ეს არის აჭარის აღმართი. ხოიდა ნანა, კიდევ ნანა, თეთრათები, ვთივეღანა, ხამი ყელზე, ხავო ღერი, ბალახების შემრჩათანა, თაპერანგა, გადავმუხლე, გზაბაწარამ დამახანა, ხინოს თავში, თაფლი ვხილე, ჩოლოქის პირს მარგლე ყანა, ჩოლოქს გაღმა, გოგოიდგა, გულგუნდა და თვალ მარყვალა ღმერთმა, რაფერ გადმომხედა ღმერთმა, რაფერ გამახარა გოგო, სულში ჩაგეწვეთე, ჩემებურა ვკადრე მარა, გოგო, რაც ხამ დააფეთა, გოგო, ვინც ხამ გადამალა, თოხი ტარზე დაყუდებულს, ცამ სიცილი დამაყარა, შიგნი ჩევკუფკე, აჭარელი ვიყავგანა. ოიდა ნანა, კიდევ ნანა, ხარით ყავის გუდათანა, შიკ-ჭიკ-ჭიკით მოჭუჭკული ამ სირთების სევდათანა, მიმღერია ღვინიანზე, მიტირია კიდეც განა, როცა ჩემი ზღველთი ზვარე, ზვავის ნაძოვს დაემგვანა, როს ხალთაში სხალთი ხატებს უსაყნავდნენ ყელში კანაფს, ჯავარქედზე ჯამეს დგამდნენ, ვარდი ქედზე ეკლის კარავს, ეი ვახ, ამის შემხედვარემ ნამსვანიდან გაველგანა, მთებს ტყეები ბალანივით წამოშლოდა, უბიდანა ღელე ღურდან დავეძებდი, კანკალებდა ხელში დანა, გამჩენელო სხვა რამე თქნა, აჭარელი ვიყავგანა. პირველი საუკუნის 38 წელს როგორც ქართლის ცხოვრება ბრძანებს, აჭარაში შემომბრძანდა ანდრია მოციქული, შემოაბრძანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი. ააშენა პირველი ტაძარი, მონათლა პირველი ქართველი კაცი, აკურთხა პირველი ეკლესია, ჩატარდა პირველი წირვა და დაასხა ხელი პირველ ქართველ სამღვდელოებას. თარანგელოს მთაში არჩიეს და იქ გადაწყვიტეს, რომ სახლი ღვთისა აეგო. სოფელ უჩამბას ოდითგანვე რქმევია სამება, ხო და მე სამას წლიდან თურქულ ტყვეობის ქვეშ ვიყავით, მაშინ გადაერქვა და უჩ თურქულად სამს ნიშნავს და გადავიდა უჩ ამბად გადაერქვა. აქ არის სუფთა ქართული სისხლი, სუფთა ქართველები არიან. დღესაც გვაქვს სოფელი ნამონასტრევი, ჯვარიქეთი, ეს შემთხვევითი არ არის და მალე ღვთის სიტყვა მთლიანად გავრცელდა. ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსრულებული წმინდა მატათა მოციქულიც აჭარის მიწამ მიიბარა. იგი გონიოშია დაკრძალული. აჭარიდან იწყება საქართველოს ეკლესიის ისტორია, აქედან როგორც ჩვენი უწმინდესი ბრძანებს, უწმინდესი და უნეტარესი, უკურთხეულას აჭარას, რაც პირველად დაემთვალა ამპარი ქრისტეს სიყვარულისა და იქცა განმანათლებლად სრულიად საქართველოს. ოიდა ნანა, ოჰოი, ნანა, ქოჩახელას, ქარჩხი განა, ლოცვა ლოცვით, უსულ, თებმა ნისლებს გაატანა, ფიჩხი ფუტთან გამჭვარტლული, ერთ ცეკვავდი, განდა განა, თვარა ისე, დუშმნის თვალებს, მიბჯგენილი, ვიყავ მარად, მიბჯგენილი ვით ამ თებზე, ლოდიძირის ძვლების ძალა, მიბჯგენილი ვით ჯარგვალზე, დირეები კოჭ ბორჯგალა, მიბჯგენილი ვით ჭალიქვით, გაჯანდრული დედეს დანა, ჟამა ბევრი მაბოჟირა, მომბეჟვადა, მავალალა, მომთიკრადა, მამუნათა, დამინდოდა, დამავალა, სისხლში სისხლი, მხოლოდ სისხლი, აჭარელი ვიყავგანა. იმდენი რამე უნახავს ამ კუთხეს, რომ თუ არა მოციქულთა დატოვებული მადლი, ალბათ აქაური ვერ გაუძლებდა. აჭარაში ძალიან კარგად არის შემონახული ქრისტიანობის კვალი. წარმოიდგინეთ მთის მკაცრი ბუნებრივ კლიმატურ პირობებში, აქაურ ოჯახში 10, 14, 5, 9 შვილი იზრდებოდა. დედაშენი 8 ნომერ კენც აბოლებს. ჩემი ნენეი ჭაძი ასვამს ჯვარებს. დედაშენი შარვლით ტაძარს ამდორებს. ჩემი ნენეი
ჩადრში მალავს ხატებს. თქვენთან როცა ლიჟრაჟია, მაშინ ჩვენთან უკვე სულის ორთქლით განა. ბილბორდები გიშრიალებთ კარში ჩვენ სოფელში იბურცკლება ანა დედაშენის ვარცხნილობა კარე ჩემი ნენეი წელზე იშლის დალავს მე ჩაკინან მხოლოდ თვალებს აჩენს დედაშენი მხოლოდ თვალებს მალავს როგორი გულის ტკივილია როდესაც ისევ შენიანი სარწმუნოების გამო თათარს გეუბნება დედაშენი ეშმაკის გზას იბედებს ჩემი ნენეი 60-ის გზას გაშლის დედაშენი 12 აბორტს იკეთებს ჩვენ კი უკვე 12-ნი ვართ სახლში ვფიქრობ ასე სულკუნებ დამტკივა სურვილები განცდებს ვეღარ მართავს დედაშენი ქართველ ქალის სახე ჩემს ნენეს კი ეძახიან თათარს ჩვენ ხომ ქართველები ვართ სისხლით გონით ყველაფრით სახელწოდება აჭარა მე-7 საუკუნიდან გვხვდება. ვარაუდობენ, რომ იგი უკავშირდება გეოგრაფიულ სახელს აჭი. მე-8 საუკუნეში იგი ბაგრატიონთა სამფლობელოს ქართველთა სამეფოს ნაწილია, ხოლო მე-11 საუკუნიდან საქართველოს ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოს. თუ რომელიმე ქართველს ახსოვს საქართველოს ისტორიიდან მოვლენა, სახელი ამბავი რაიმე არა, იგი ფაქტიურად ძირითადად წმინდა თამარმეფის სახელთან არის დაკავშირებული და მათ შორის რა თქმა უნდა თავიანთი ხიდები რომელიც თამარის ხიდის სახელწოდებით არის ცნობილი. და სადავაშენოთო მეფე ბატონო თქვია ხალხს და წმინდა დედი ჩვენ დედიკოსთვის და თამარს უთქვი აგებს ხალთან ავაშენოთო დიდი მსხალი ყოფილა იქ და სოფელს ხალთა დაარქვეს და ეკლესიას ხალთის ტაძარი. მე-9 საუკუნეზე ადრინდელი საკულტო ნაგებობების ნაშთები აქ ჯერჯერობით არაა გამოვლენილი. მომდევნო ხანის ეკლესია მონასტერთაგან მეტნაკლები დაზიანებით, მაგრამ სრული სახით, მხოლოდ ცხალთის ეკლესია მოაღწია ჩვენამდე. რომ მოსულა მოლა და შესულა შიგნით ჩამოვალინა ქვა, მოხვედრია თავში და მოუკლავს ადგილს. მოლა. შეშინებიათ, რამოდენიმე ხნის შემდეგ ისევე შესულა, უკვე სხვა მოლა. იმასაც ჩამოვარდნილა ყვა დაცემია თავში და მოუკლავს. და სამჯერ განმეორებულა ასე. მერე ძალიან შეშინებია და უკვე ვეღარ გაკარებიან ტაძარს. ასე გადარჩა ხალთის ტაძარი. ვოი და ნანა, ვოჰოი ნანა, ვერ წამიხვალ განდაგანა, ეგ ლიზღობა, ეგ ლირწობა, კმარა მეთქი, უკვე კმარა, ჩემი სისხლი, სიყვარული და რახანი არ დამთრალა, მეყო, მტევნის წევო წვენში ჩემი, სულის ორთქლით განა, ყელზე შემომეფართხალა, ვაზის ლერწი, ლოფორთქანა სიზმარ მიბრუნდება, შატბერდი და შორიბანა იქ, სანთლები, ჩემი სისხო, ჯერეთ კიდევ არ ჩამქრალა. მე-16 საუკუნის 60-იან წლებში აჭარაში ოსმალები გაბატონდნენ. უშჯულო მტერმა კარგად იცოდა, რომ ქართველი ერის გასანადგურებლად აუცილებელი იყო ქრისტიანობის აღმოფხვრა. როცა ცბიერებით და მოტყუებით ვერაფერს გახდა, მან ძალადობას მიმართა. ჭოროხისა და აჭარის წყლის შესართავთან, სადაც ძველად თურმე თამარ მეფის ხიდი ყოფილა, დაუდგა მთავსაკვეთი. მოხუც ქრისტიანებს თავს ჭრიდნენ, მერე ენის წვერს და ფაშას უგზავნიდნენ. თავსა და ტანს კი ჭოროხში ხრიდნენ. ძლიერი ქართული სული ხალხო დამიჯერეთ, რომ აქ არის. მეყო, ჟამმაჟან გნაფლეთ მარაც დამფლა და რაც დამგმანა ჰოი და ნანა, ოჰოი ნანა, წარვგახსნილი დავალგანა. სახჩობელები და თავსაკვეთები იყო აღმართული სოფელ აჭარისწყალში, ქედაში, დანდალოში, ჩაქვში, ხულოში, მაჭახელაში, გონიოში. როგორც 100,000 თბილისელი ეწამა ქრისტესათვის, 100,000 აჭარელიც ეწამა ქრისტესათვის. ახალციხის მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცული დოკუმენტი უფრო შემზარავად აღწერს ქრისტესთვის თავდადებულ აჭარელთა წამებას. ვის ცოცხალს ტყავს აძრობდნენ, ვის ოთხპალოზე გაკრულს ბაწრით გულს უღებდნენ, ვის ნაკუწ-ნაკუწ ჭრიდნენ ხმლითა და ვის ხანჯლით გულმოცელს უპობდნენ, ვის შამფურზე გაცმულ ცოცხლებრივ ცეცხლს ესწვავდნენ, რკინის საწვავით ხვრეტდნენ, ადუღებულ წყალში ხარშავდნენ, გამთნარ ტყვიას პირში ასხამდნენ, ანთებულ კირში აგდებდნენ. ამ კუთხეში ერთი მუჭა მინწარვა იყო და ხელი მოუჭირო სისხლი გამოვა.
გაფუხიერებული ეს. საქართველოს დედა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა აჭარაში მოწყვეტილი დედები და მამები. მათი ხსენების დღეს დედა ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს. საქართველო, ჩემო დედავ, ჩემი სუნთქვა გენაცვალა, ჩემი ყველა მწუხარებაც, ქუხარებაც გენაცვალა, შენი სიტყვის სიცოცხლისთვის, ხიხაძირში კიდევ დგავარ, შენი ჭერის სიმაღლისთვის, მარადითში ვრანდავ ყავარს, შენი რჯულის საჯილდავოთ, სხალთას ვრეკავ, ზარებს მთავარს.